გამარჯობათ. ესე იგი დღეს მინდა აგიხსნათ ჩემო კარგებო, ყველა ვიცით, ვისაც გაქვთ პიანინოები, რომ იცოდეთ რა შუაშია შავი ფერის პიანინო. ეს არის შავი ძველი პიანინო, როგორც ხედავთ, უკვე სადღაც 80 წლის მაინც იქნება და რა განსხვავება არის ყავისფერ პიანინოებს შორის. და რატო არის რომ შავ პიანინოს ფერები რა ფერები რო გეკითხებით ხოლმე, რომ ვიცოდეთ შავები ძველებია და შავი პიანინოები უმრავლესობა არის ხეში, ჩემო კარგებო, ხეში არის. როგორც ხდა ეს ხეში არის, მომჭერები ამას ქვია ვერბილ ბანკები, სადაც 216-214 ვერბილი აქვს, მომჭერები ქვია ამას ვერბილები, აი ეს ხეში არის, აი ეს რო ხეშია, წყობას უკვე ვეღარ იჭერენ. თუ ძველია, უკვე, ნახეთ როგორ მიჭედებულებია, აი მიჭედებული ვერბილები, რო წყობას ვაჭერ, უტყავე რომ მე დააჭერენ წყობა. თანამედროვე პიანინოები კიდე, აი ეს ვერბილ ბანკი ის თუჩი. და ვეჭიდავით ხოლმე წყობას, აი ძლივს ვაწყობთ ხოლმე ისეთ კაი წყობა და ამას თითით ვატრიერებთ, უკვე წყობა აღარ აქვს. აი ბძო ხეშია და უკვე დამუშავებული აქვს. ანუ გამოსაცვლილებია ვერბილები. ეს ვერბილები რო შეცვალოთ, ჩემო კარგებო, დაახლოებით ერთი რაღაც 2000-3000 ლარზეა ლაპარაკი და პიანინო არ გის ეგ ასლი არ არის პიანინო. ამიტომ როგორც კი რა ტონალობაში იწეს ხოლმე, ხო, ეხლა ეს თვისეთი ტონით დაბლა თუ ტონახევი დაახლოებით ეს ახლა ვაწყობ, წვალობ. მე უკვე მოფუტყრულია ჩაქუჩებს უკვე დამუშავებულია, უკვე გამოსულია წყობიდან ექსპლუატაცია უკვე გასული აქვს, მაგრამ მაინც აწყობთ რომ მეტი საშუალება რო არ აქვს და სხვა პიანინო მოიტანო, რაღაც მოტანილი აქვს ახლა დარბაზში ვართ აგერ ვაწკეთეთ. და გერო ერეს გასველი იყო. ამიტომ იძულებით აკეთებენ და აი რაც გამოდის მე ახლა ამიტომ ამ წყობზე კი არა დამოკიდებული პიანინოს აწყობის ხარისხი. პიანინოს ხარისხია დამოკიდებული, თუ ჩვენ ამ წყობები ვცდილობთ რომ ავაწყოთ, რაც შეგვიძლია კარგად, ხარისხიანად, მაგრამ არ გამოდის, რომ ვერბილ ბანკი ხეშია, ძველია, უკვე ექსპლუატაციაში გამოშვებულია, წყობას ვეღარ იჭერენ, დამუშავებულებია, გამოსაცვლილებია. ამიტომ როგორც იწყობა, ისე ვაწყოთ მაქსიმალურად რომ გამოიყენოთ 60-70%, რაც არის იმას ვაჯობოს რა. მაინც რაღაცა გამოდის, ბავშვები იმეცადინებენ. აი ეს განსხვავება არის შავ პიანინოს და ყავისფერ პიანინოს შორის. ყავისფერი პიანინოების ვერბილები თუჩია და წყობათ არაჩვეულებრივები. იმიტომ რომ თანამედროვე დახვეწილია, უკვე დაიხვეწა ტექნოლოგია და ასე რომ იცოდეთ, ააწყეთ ფერადი პიანინოები, იმიტომ რომ თანამედროვე ახლებია დაახლოებით 30-40 წლის პიანინოებია, ბელარუსები დადაწებული გინდა როინიშები, პეტროფები იწყობიან, იმათაც კი უკვე უჭირთ წყობა, რომ წლოვანებრივ არის, ხანდახან ნახევარტონი დაბლა მიწევს დაწევა. ასე რომ დამიჯერეთ დამეწყუნეთ 37 წელი ამ საქმეს ვაკეთებ, მე გახლავთ დავით ბერიძე, ოჯახით მუშაობთ ამ საქმეზე. პიანინოს ამწყობები ვართ, რესტავრაციას ვაკეთებთ, შიგთავსის გარედანში გინდა. ასე რომ დაგვირეკეთ 571 51 23 41. მუშაობთ ოჯახი ბერიძეები. მადლობა ყურადღებისთვის, დაგვირეკეთ კონსულტაციას უფასოდ გაგიწევთ.